გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ მაო, ვინც არ მიცნობს. დღეს ჩვენ ჩამოვედით სოფელ მანგლისში და დღეს მე და ჩემი მეგობრები გაგიკეთებთ ქაბაბს. ქაბაბისთვის ჩვენ წამოღებული გვაქვს ხორცი. ეს არის საქონლის და ღორის ხორცის შერეული ერთმანეთში. ღორი იმისთვის არის საჭირო, რომ შედარებით უფრო ცხიმიანი იყოს ქაბაბი. ამავდროულად ამ ხორცს გავუკეთებთ ესე იგი მარილს, პილპილს, ქინძს, პაპრიკას, პომიდორს, ესეთი ჩვეულებრივი ქინძიც გვაქვს, ხახვი რა თქმა უნდა, ნიორი, ბროწეული და შემდეგ შემოგთავაზებთ პიტას გაკეთების პატარა რეცეპტსაც და მოდი დავიწყოთ. ქაბაბის გასაკეთებლად პირველი რასაც ვიწყებთ არის ხმელი ქინძის დაყრას, შემდეგ უმატებთ ცოტა პაპრიკას და ქარი ცოტა ხელს გვიშლის ამაში, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. შემდეგ უმატებთ მარილს გემოვნებით და უმატებთ რა თქმა უნდა შავ პილპილს. ჩვენ არ ვიყიდეთ ცხვრის ხორცი, ვინაიდან ჩვენ დიდად ხორცს არ ვჭამთ ცხვრისას და ამიტომ შევარჩიეთ ეს ორი კომბო, ასე ვთქვათ. იმისათვის, რომ შამფურზე აცმული ხორცი მომზადების პროცესში არ ჩამოვარდეს, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ხორცი ძალიან კარგად იყოს დაზელილი და ამავდროულად ჩვენ არ ვუკეთებთ არანაირ შემკვრელს, როგორც შეიძლება იყოს კვერცხი მაგალითად, ამიტომ გურჩევნია, რომ მაქსიმალურად ხორცთან ვიმუშაოთ და ცოტა ვცემოთ კიდეც. დავასრულეთ ამოზელვის პროცესი, ეხლა დამატებით საჭირო არის, რომ დავჭრათ ხახვი და ნიორი წვრილად რაც შეიძლება მაქსიმალურად და შემდგომ შევურიოთ ამ მასას. ვიწყებთ ხახვის წვრილად დაჭრას. ჩვენ ახლა მომზადებული გვაქვს ხორცის ფარში. არ იქნება სასიამოვნო და ღეჭვის პროცესშიც არ მოგხვდება ძალიან კარგად ხახვის და ნიურის ძალიან დიდი ნაჭრები, ამიტომ ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავაწვრილოთ. ჩავაყარეთ მეგობრებო ფარში ნიორი და ხახვი დაჭრილი და ეხლა ვიწყებთ უშუალოდ ამოზელვის პროცესს, რომ მაქსიმალურად შეეზავოს ეს რამდენიმე კომპონენტი ერთმანეთს და ამავდროულად თან ხორცზეც განხორციელდეს, ასე ვთქვათ, სეწოლა. აურიეთ მეგობრებო, ეს ჩვენი ინგრედიენტი. შევამასაჟეთ მეგობრებო, ეს ჩვენი ნიორი და ხახვი ფარში. ეხლა ვიწყებთ ზელვას, რომ მაქსიმალურად ახურებული იყოს ეს ჩვენი ხორცი და კარგად მიეკროს შამფურს. ამოვზილეთ ნიორიც, ფარშიც და ხახვიც და ეხლა ცოტა ხანი დაფაზე გადმოვიტანთ ამას და ესე დაუწყებთ გამაგრებას, რომ მერე შეიკრას შედარებით და აღარ ჩამოვარდეს შამფურიდან. და ჩვენი შამფურები არ იქნება რკინის, რასაც ძირითადად იყენებენ ხოლმე, გადავწყვიტეთ, რომ ხის ტოტებისგან გაგვეკეთებინა ხის პატარა შამფურები და შეგვეწვა ასე ჩვენი ქაბაბი. დავასრულეთ ხორცის დაზელვის პროცესი და ეხლა ცოტა ხანი ამ ხორცს 1-10 წუთის განმავლობაში დავასვენებთ, რომ სული მოითქვას, იმიტომ რომ ძალიან დაიყალა როგორც ეს ხორცი, ასევე მეც და შემდეგ უკვე დავიწყებთ აცმას ჩვენს ხის შამფურებზე. ახლა ვიწყებთ უშუალოდ პიტას გაკეთებას და ამისთვის აუცილებელი არის, რომ ის რძე რაც გვაქვს ავადუღოთ და ცოტა რძე დავასხიძან, წავიღებ ჩვენს ცეცხლზე, დავდებ და დაველოდები მანამ სანამ არ ადუღდება. რძე ადუღდა, ეხლა ვიწყებთ ხაშის გაკეთებას, ამისათვის ჯამში ვასხავთ რძეს. ვაყოლებთ ამავდროულად შაქარსა და საფუარს. ოღონდ მეგობრებო, ეს ის ქართული ხაში არ არის, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება ყველას გვეგონოს ვიდეოს დასაწყისში. ვურევთ ამ ყოველივეს ერთმანეთში და ვაზავებთ კარგად, რომ კარგად გაიხსნას შაქარიც და საფუარიც. ვუკეთებთ ცოტა მარილს ამ მასას. ვუკეთებთ მაწონს.
და 3 სუფრის კოვს ზეთს. და აუცილებელი არის, რომ ამას მაქსიმალურად ამოურიოთ, რომ ჩაყრილი პროდუქტები გაიხსნას ჯამში. ესე იგი, პიტას მასა მივიღეთ, გაიხსნა ფქვილი. პიტას მასა მივიღეთ, ეხლა ვამატებთ ფქვილს, რომ გამოვაცხოთ. და ვიწყებთ ხელით ზელვას ამ მასის. მოვჩით ჩვენი ცომის გაბრტყელების პროცესს და ეხლა უნდა დავჭრათ 4 გუნდად, 5-ად დავჭრი და მერე უნდა გადავიდეთ უშუალოდ გაბრტყელების პროცესზე. მოდი იყოს 4, მე-5 აღარ გამომდის. და ვიწყებთ გაბრტყელებას. ჩვენი ტაფა გახურდა. ოპა. დავდებთ ახლა ამას. დანარჩენ 2-საც დავაწევთ. პიტის ნაწილი პიტას თუ პიტისა? პიტას. პიტას ნაწილი უკვე გაკეთებული არის. ბოლო 2-საც ველოდებით და მანამდე ცოტა დრო რომ მოვიგოთ, დავიწყოთ აცმა შამფურზე ჩვენი ფარშის. როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, ქაბაბის მომზადების პროცესი არის მოჭერა მოშვების ამბავი ჩვეულებრივად. სხვა მეტი არაფერი, წესით კარგად არის ეს ხორცი გადანაწილებული. ეხლა დაველოდოთ, რომ პიტას ბოლო ნაჭრებიც გამზადდეს, გამოცხეს და მერე დავიწყებთ უკვე ჩვენი პატარა ქაბაბების დადებას. დავასრულეთ ამ ჩვენი ფარშის შამფურზე აცმა და გადავდივართ ახლა უშუალოდ მაყალთან და ვაბრძანებთ ამ ჩვენს პატივცემულ ქაბაბს, რომ შეიწვას. დავიწყეთ ახლა соуსის გაკეთება, მანამ სანამ ეს ჩვენი ქაბაბი იწვის. ვიყენებთ ამისთვის პომიდორს, ცოცხალს, ტომატი არ მიყვარს მე. ჭრით მაქსიმალურად წვრილად და მერე უნდა დავკეპოთ. მერე წავახმართ ცოტა ნიორს, ქინძს, მარილს და ბონუსად შავ პილპილსაც და ავადუღებთ ცეცხლზე. გამოგვრჩა მარილის და პილპილის ჩამატებაც ამ ქვაბში, თუმცა ეხლა ჩავუმატეთ, კადრს მიღმა და ვაიმე რა კაი სუნი აქვს. ეხლა დავდებთ, რომ ცოტა წამოდუხდეს ეს ჩვენი პომიდორი და მერე სავარაუდოდ ქაბაბიც მზად იქნება. გაკეთდა ეს ჩვენი ქაბაბი. გამოიყურება ასე და ძალიან კაი სუნი აქვს და მადის აღმძვრელიც არის და იშლება. სამწუხაროდ, but არა უშავს. ეხლა დავაგემოვნოთ, როგორი გამოვიდა. ნიჩადა. მოვაყაროთ ცოტა ქინძი, ხახვი და ბროწეული. ძალიან კაია.
მმ